მოცემული ვიდეოს პარაგრაფში ჩვენი მიზანია ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ჯგუფისა თუ გაერთიანების მიზნებისა და მიზანსწრაფვების კრიტიკული ანალიზი, განხილვა და ასე ვთქვათ, იმ ამოცანის ამოხსნა, რაც ემსახურება ქართული ოცნების ბოლოდროინდელი პროგრამა, ასე ვთქვათ, რა არის მათი მიზანი და როგორ შეგვიძლია წავგითხოთ ეს პროცესები ანალიტიკური პერსპექტივიდან ან ზოგადად ანალიტიკოსის გადმოსახედიდან. იმისთვის, რომ ჯეროვნად გავიგოთ და გავიაზროთ რა მოვლენებთან გვაქვს საქმე, მნიშვნელოვანია დავაკვირდეთ ქართული ოცნების არა მხოლოდ ბოლოდროინდელ ნაბიჯებს, არამედ იმ ნაბიჯებს, რომლებსაც აღნიშნული პოლიტიკური პარტია წლების განმავლობაში იდგამდა. სწორედ აქედან გამომდინარე გახდება გასაგები ის რიტორიკა და ის პროგრამა თუ პროპაგანდისტული ხედვები, რომლებსაც ქართული ოცნება დღეს ტელემედიისა თუ სოციალური მედიის საშუალებით ავრცელებს საზოგადოებაში. მთავარი ინსტრუმენტი, რომელსაც ქართული ოცნება იყენებდა და დღემდე იყენებს, თავისთავად ცხადი არის პროპაგანდა. ამაზე ალბათ ყველა ცალსახად თანხმდებით, თუმცა მეორე უფრო მნიშვნელოვანი და ღირებული საკითხია იმ ამოცანის ამოხსნა თუ რა ტიპის პროპაგანდაზეა ზოგადად საუბარი, ან როგორ ახერხებს ქართული ოცნების ჯგუფი ამ პროპაგანდის საზოგადოებაში გავრცელებას, რა მეთოდებს იყენებს ის ამისათვის. პირველი რაც პროპაგანდის გავრცელების ინსტრუმენტად უნდა დავასახელოთ და განვიხილოთ, ეს არის ტელემედია და ტელესივრცე ზოგადად, რომლის გამოყენებითაც ქართული ოცნება პარტიული რიტორიკას ავრცელებდა არა მარტო თავის ამომრჩევლებში, არამედ ზოგადად საზოგადოებაში. თუმცა მეორე არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ხედველობაში უნდა მივიღოთ, არის ის, რომ ჩვენ ცხოვრობთ სოციალური ქსელების სამყაროში, როდესაც ინფორმაციის გავრცელების მასშტაბები ბევრად უფრო მაღალ საფეხურს და მაღალ დონეს აღწევს სოციალურ ქსელებში, Facebook-ი იქნება ეს Instagram-ი, TikTok-ი თუ სხვა და შესაბამისად პროპაგანდამ და ინფორმაციის გავრცელების მასშტაბებმა, ასე ვთქვათ, ტელეეთერიდან გადაინაცვლა სოციალურ ქსელებშიც. თუ კი სოციალურ ქსელებში წარმოდგენილ პროპაგანდას დავაკვირდებით, ვნახოთ, რომ ხშირ შემთხვევაში ქართულ ოცნებასთან ან ზოგადად პოლიტიკურ პარტიებთან არაპირდაპირ დაკავშირებული პირების მიერ გაკეთებულ განცხადებებს ბევრად უფრო დიდი გამოხმაურება, ბევრად უფრო დიდი მასშტაბები აქვს, ვიდრე მაგალითად ტელეეთერში, რომელიმე ტელეარხზე გაკეთებულ რომელიმე რეპორტაჟს ან რომელიმე გადაცემას და შესაბამისად სოციალური მედიაც დღეს წარმოადგენს ქართული ოცნებისთვის, არა მარტო ქართული ოცნებისთვის, ინფორმაციის გავრცელებისა და პროპაგანდის გავრცელების ერთ-ერთ მთავარ და ძალიან მნიშვნელოვან ინსტრუმენტს. როგორც უკვე აღინიშნა, ქართული ოცნების გუნდი წლების განმავლობაში ქმნიდა ნიადაგს იმისთვის, რომ გარკვეული სახის პროპაგანდისტული პროგრამა შეემუშავებინა და ეს პროგრამა, ასე ვთქვათ, გაევრცელებინა საზოგადოებაში. სწორედ წლების განმავლობაში აშენებულმა პროპაგანდისტულმა კორპუსმა უზრუნველყო ის, რომ დღეს საზოგადოებაში შექმნილი და ჩამოყალიბებული ერთგვარი ატმოსფერო, რომლის პირდაპირი შედეგიც არის სოციალური პოლარიზაცია. ცხადიდან ათელია, რომ დღევანდელ პოლიტიკურ და სოციალურ მოვლენებს საზოგადოებაში არსებული პოლარიზაციის ფაქტორებისა და ელემენტების გათვალისწინების გარეშე ვერ განვიხილავთ. დღეს, როდესაც უწყვეტი პროტესტების ერთი თვის თავი სრულდება, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს და ქართველი საზოგადოება პოლიტიკური და სოციალური კრიზისის პიკში იმყოფება. მთავარი შეკითხვა, რომელიც ამ კონტექსტში უნდა დავსვათ, არის შემდეგი. რა რესურსები გამოიყენა ქართულმა ოცნებამ თავისი პროპაგანდისტული პროგრამის რეალიზაციისთვის და როგორ შეძლო ზოგადად ამ პროგრამის გავრცელება საზოგადოებაში. სწორედ ამ კონტექსტში უნდა გამოვყოთ ორი ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი ცვლადი. პირველი ეს არის LGBT თემი და სექსუალური უმცირესობების საკითხთან დაკავშირებული გამოწვევები, რომლის დემონიზაციისთვის პრინციპში ნიადაგი წლების განმავლობაში მზადდებოდა, ხოლო მეორე ესაა გეოპოლიტიკის საკითხები და მასთან დაკავშირებული გამოწვევები, რომლებიც დღის წესრიგში კრიტიკული მნიშვნელობით დადგა 2022 წლის შემდეგ, როდესაც რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყო. ქართული ოცნების პროპაგანდისტული პროგრამის კრიტიკული ანალიზისთვის შეგვიძლია გამოვიყენოთ ისეთი რელევანტური კონცეფტები, როგორებიც არის მაგალითად ტრისხატის შექმნა და საგარეო პოლიტიკური ველის კლასიფიკაცია მტრისა და მეგობრის ცნებატერმინებში. თუ კი დავაკვირდებით თუნდაც დასავლეთში მიმდინარე სოციალურ და პოლიტიკურ მოვლენებს, მარტივად აღმოვაჩენთ იმას, რომ ტრისხატის შექმნა და მისი დემონიზაციის პროცესი აქტიური პოლიტიკის ნაწილია როგორც დასავლეთ ევროპის სახელმწიფოებში, ასევე მაგალითად ამერიკის შეერთებულ შტატებშიც. ამის საილუსტრაციოდ შეგვიძლია მოვიხოთ მაგალითად ტრამპის მიდგომა და დამოკიდებულება მექსიკელი მიგრანტებისადმი. ან მაგალითად ევროპის სახელმწიფოებში მოძლიერებული ულტრამემარჯვენე ძალების ხედვა და დამოკიდებულება იმიგრანტებისადმი. ფაშისტური და ეთნოცენტრისტული დამოკიდებულებები და განწყობები, რომლებიც დასავლეთ ევროპის სახელმწიფოებში შეინიშნება და გვხვდება, ერთ-ერთი იმეორებს და ზუსტად მიესადაგება LGBT თემისა და სექსუალური უმცირესობების ტრისხატად გამოცხადებისა და დემონიზაციის პროცესს, რომელსაც საქართველოში ვხედავთ. თუ კი დავაკვირდებით დასავლეთში მიმდინარე სოციალურ პოლიტიკურ მოვლენებს, აღმოვაჩენთ, რომ
დღეს რეალურად რა პრობლემები და გამოწვევების დგას დასავლეთში, დაკავშირებულია თავიდან ბოლომდე ემიგრაციის საკითხთან, დაკავშირებულია ეთნოცენტრისტულ და ფაშისტურ განწყობებთან, რომლებსაც სწორედ ულტრამემარჯვენე ძალები პროპაგანდისტული მანქანის გამოყენებით ავრცელებენ და ამით ასე ვთქვათ სენსიტიურ განწყობებს იწვევენ მოსახლეობაში, თუმცა საქართველოსთან ანალოგიისა და პარალელის გავლების თვალსაზრისით ნათელი ხდება, რომ ჩვენთან პრინციპში იგივე დამოკიდებულებები, იგივე მექანიზმები, იგივე სტრუქტურული ერთეულები მუშაობს, თუმცა თუ კი დასავლეთში პრობლემას წარმოადგენს ემიგრაცია და ეთნიკური უმცირესობები, ჩვენ შემთხვევაში საქართველოში ამ ცვლადს ასე ვთქვათ იკავებს LGBT თემი და სექსუალური უმცირესობები. ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონთან დაკავშირებით სიტყვას ვეღარ ძრავს ვერა. აქციებზეც კი აქტიურები წინა შემთხვევაში იყვნენ მაგალითად თბილისი პრაიდის წარმომადგენლები. ახლა ხორუმს ეკავენ. მართალია ქალები ასრულებენ ამ ცეკვას ხორუმს. ისინიც კი ხვდებიან რომ უნდა განვამტკიცოთ ორ შემთხვევაში ასე იპოზიციონირონ მაინც ეროვნული ტრადიციული საკითხებით. იქაც ასე ხდება. იქაც LGBT პროპაგანდის წინააღმდეგ კანონთან დაკავშირებით ხმა აღარავის ამოუღია ბოლო პერიოდია, ბოლო ვიზიტის დროს ამ საკითხთან დაკავშირებით საერთოდ არ ყოფილა საუბარი. შესაბამისად, თუ კი დასავლეთში მიგრანტების დემონიზაციის და მტრისხატად გამოცხადების პროცესი მიმდინარეობს, ჩვენ შემთხვევაში საქართველოში მიზანმიმართულად ხდება ისეთი პოლიტიკის და პროპაგანდის წარმოება, რომლის ფარგლებშიც LGBT თემის სექსუალური უმცირესობების დემონიზაცია და მტრისხატად გაფორმება ხდება. ეს განწყობა და დამოკიდებულება, რომელიც ასე ვთქვათ ინსტიტუციონალიზებული ფორმით არის გამყარებული და გამაგრებული, ბევრი ფაქტობრივი მონაცემით დასტურდება და მტკიცდება. ამ კონტექსტში პირველი რაც უნდა გავიხსენოთ, ალბათ ეს არის ოჯახის სიწმინდის კანონი, რომელიც ქართული ოცნების მთავრობამ მიიღო და დააკანონა, ასე ვთქვათ. გარდა ამისა, ნიშანდობლივი და აღსანიშნავია ისეთი ფაქტები, როგორებიც არის უმცირესობათა მიმართ ძალადობრივი აქტების წახალისება, მიზანმიმართული წახალისება, ღირსების შემლახველი მოპყრობა უმცირესობებისადმი. კანონი ისეთი წიგნების აკრძალვის საკითხთან დაკავშირებით, სადაც არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის სცენები და ურთიერთობებია გადმოცემული და სხვა. გაიხსენეთ მაგალითად პარტიის დამფუძნებლის ბიზინა ივანიშვილის ერთ-ერთი ინტერვიუ იმედის რეპორტიორთან, რომლის ფარგლებშიც ბიზინა ივანიშვილი პირდაპირ საუბრობს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა კაცის რძე, როგორიცაა ჰიგიენური სალფეთქები, რომლებიც მამაკაცების საპრეპარატოებში იქნება და ასე შემდეგ. ის რომ ტუალეტებში უკვე მამაკაცების ტუალეტებში ჰიგიენურ სალფეთქებს დებენ, ის რომ მამაკაცის რძე იგივეა რაც დედაკაცის და ნახეთ, ახლა მე არ მინდა ქვეყნებს შევეხო და საკუთარი პიროვნების განცხადები გავიხსენო ძალიან დიდი პოლიტიკოსების. მიზანი რა? ქალია თუ კაცი, გოგოა თუ ბიჭი არ უნდა თქვა, მიზანია მარტივი. ანალოგიურად შეგვიძლია გავახსენოთ მაგალითად ირაკლი კობახიძის განცხადება და პასუხი ჟურნალისტისადმი გაცემული პასუხი LGBT პროპაგანდის აკრძალვის კანონთან დაკავშირებით. ამდე გასწრილი რომ ვიღაცა ექვემდებარება და ვიღაცა არ ექვემდებარება ამ პროპაგანდას. ვიღაცა შეიძლება კონდეს მიდრეგილება, ვიღაცა შეიძლება არ კონდეს მიდრეგილება, ვიღაცა შეიძლება კონდეს გარკვეულ ასაკში, გარდატეხის ასაკში მაგალითად ისეთი ფსიქოლოგიური მდგომარეობა, რომელმაც შეიძლება ორიენტაციის შეცვლისკენ უბიძგოს და ის შემდეგ. ანუ რაც ხდება ევროპაში ის რომ არ დაუშვათ პრევენციული ჩანაწერი შევიტანოთ. ამ მოვლენების ანალიზის ფონზე მკაფიო და ნათელი ხდება, რომ დღეს, როდესაც ქართული ოცნება მიმართავს საზოგადოებას და მით უფრო მიმართავს საკუთარ ამომრჩეველს, ის დასავლეთში და ზოგადად ევროპულ სივრცეში გულისხმობს და წარმოიდგენს მტრისხატს, რომლის დემონიზაციის საფუძველიც ხდება ის, რომ დასავლეთი ეს არის უმცირესობათა, სექსუალურ უმცირესობათა და LGBT თემის უფლებათა წინაპლანზე წამოწევა და ფაქტობრივად აქ ხდება ეკვივალენცია და გატოლება ამ ორი ცნებისაყო დასავლეთი ეს არის სექსუალური უმცირესობები, დასავლეთი ეს არის LGBT და queer თემი, დასავლეთი ეს არის გარყვნილება, რომლის პროპაგანდირებასაც პირდაპირ ვხედავთ ჩვენ პროპაგანდისტული ტელეეთერებისა და პროპაგანდისტული სოციალური მედიების გავლით. ქართული ოცნების ჩინოვნიკები აპელირებენ იმით, თითქოს LGBT პროპაგანდა თუ სექსუალური უმცირესობათა პროპაგანდა პირდაპირ ურტყავს და აზიანებს ეროვნულ, ნაციონალურ და რელიგიურ ინტერესებს. შესაბამისად, პროპაგანდის ერთ-ერთი ცენტრალური თეზისი არის ის, რომ LGBT თემის საკითხების წინაპლანზე წამოწევა და ამ მოვლენების პროპაგანდირება, ასე ვთქვათ, თავისთავად ზღუდავს, ამცირებს და ადაბლებს ეროვნულ ღირებულებებს, ეროვნულ ფასეულობებს, ნაციონალურ ღირებულებებს, მართლმადიდებლურ რელიგიას და ასე შემდეგ. მთელმა მსოფლიომ უნდა დაინახოს თუ რა ღირებულებების მხარეს დგას ქართველი ხალხი. ეს მომმართველი გუნდის ლიდერების გზავნილია. ქართული ოცნება უერთდება ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებულ შეკრებებს. ოჯახი არის ის, რაზეც დგას ჩვენი სახელმწიფო
დაცული ხელშეუხებელი ტრადიციებისა და ღირებულებებზე დაფუძნებული ოჯახი ნიშნავს ძლიერ საქართველოს. სამშობლოს სიყვარულიც სწორედ იწყება ოჯახიდან. მეგობრებო, საქართველოს საპატრიარქო მოგვიწოდებს ერთად აღვნიშნოთ ეს დღე. ვერავინ უნდა შეძლოს და გაბედოს ერთი მხრივ ჩვენი ქვეყნის მომავალი პროგრესი განვითარება და მეორე მხრივ ქართული იდენტობა, ოჯახის პატივისცემა, კულტურა, რწმენა, ტრადიციები ურთიერთდაპირისპირებულად წარმოაჩინოს. პირიქით, სწორედ ამაშია ჩვენი სამშობლოს, მისი ეროვნული იდენტობის, ღირსეული ევროპული მომავლის, ქვეყნის გამთლიანების, ფიზიკური და სულიერი გადარჩენის გასაღები. ხვალ ოჯახი სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღეა. სწორედ ამ დღეს კიდევ ერთხელ უნდა დავანახოთ მსოფლიოს, სად რა ღირებულებების მხარეს დგას საქართველო და ქართველი ხალხი. დასავლეთის დემონიზაციის ეს ნარატივი საკითხს ისე წარმოაჩენს, თითქოს ევროპა სხვა არაფერი იყოს გარდა სექსუალურ უმცირესობათა უფლებების დაცვისა. ან თითქოს ოცნების ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილ საზოგადოებრივ სოციალურ ფენებს ევროპისა და დასავლეთისადმი ინტერესი და მისწრაფება მხოლოდ იმიტომ ჰქონდეთ, რომ ევროპარლამენტმა აქ საქართველოში გენდერული გამოწვევები და პრობლემები დაგველაკოს. აქედან გამომდინარე, დღეს ქართული ოცნების ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი, რომელსაც წლების განმავლობაში ნაშენები პროპაგანდისტული კორპუსი უმაგრებს ზურგს, არის ის, რომ ევროკავშირთან დაახლოვება და სწრაფვა და მიმართება დასავლეთისაკენ ეს აეკვივალენტი და ტოლფასი იმისა, რომ წინა პლანზე ცენტრალურ საკითხად დადგება LGBT თემის უფლებების დაცვა, სექსუალურ უმცირესობათა უფლებების დაცვა, რომლის პირდაპირ შედეგი და რეზულტატიც იქნება ეროვნული, ნაციონალური და რელიგიური ღირებულებების გაუფასურება და დევალვაცია. სწორედ აღნიშნული პროპაგანდისტული ნარატივის ლოგიკური შედეგია ის, რომ ევროპა და დასავლეთი უდრის კაპიტარასტებას. როგორც უკვე აღინიშნა, მეორე მნიშვნელოვანი ხელჩასაჭიდი, რომელსაც ქართული ოცნების ხელისუფლება ემყარება და იფუძნება, ეს არის გეოპოლიტიკა. თავისთავად ცხადია გეოპოლიტიკის მნიშვნელობასა და ღირებულებაზე არავინ დაობს, არავინ გამათობს, თუმცა ქართული ოცნების პროპაგანდისტული მანქანის ქვეშ გეოპოლიტიკის საკითხები იქ ერთგვარ ჩაკეტილ მანკიერწრედ, რომლის ფარგლებშიც კრიტიკული განსხვავებული აზრისა თუ შეხედულების გამომწყვეტვა და გამოკეტვა ხდება. ნებისმიერი სახის კრიტიკულ შეკითხვასა თუ განცხადებაზე, მაგალითად, რატომ არ მუშაობს ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტები, ან რატომ არ არის სახელმწიფოში დაცული ადამიანის უფლებები, ქართული ოცნების რიგითი ჩინოვნიკის უნივერსალური პასუხი იქნება ის, რომ ქვეყნის საგარეო ვექტორის დასავლეთისა და ევროპისკენ მიმართვის საბოლოო რეზულტატი და შედეგი იქნება საქართველოს უკრაინიზაცია. უაღრესად საინტერესო ფაქტია ის, რომ როდესაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდა, ქართული ოცნების ერთადერთი დაპირება საზოგადოებისა და ამომრჩევლისადმი იყო მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობა და მეტი არაფერი. ქართული ოცნებისა, რომელმაც საქართველოს კონსტიტუციაში ჩაწერა, რომ ის პასუხისმგებლობას იღებდა სოციალური იგივე კეთილდღეობის სახელმწიფოს შენობაზე, რაც გულისხმობს იმას, რომ ქართული ოცნების პირდაპირ კონსტიტუციური ვალდებულება იყო შექმნა ისეთი სახის სოციალური ინსტიტუტები და სტრუქტურები, რომლებიც საქართველოში მცხოვრებ ადამიანებს იქნებოდნენ ეს უმცირესობები თუ არა, ექნებოდათ ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობა და საშუალება. მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობაზე აპელირება თავისთავად მიუთითებს იმას, რომ პროპაგანდა, რომელსაც ქართული ოცნება ახორციელებდა, მთავარ ხელჩასაჭიდად წარმოიდგენდა და წარმოაჩენდა ომს, რომელიც ამ პროცესების პარალელურად უკრაინაში მიმდინარეობდა. გეოპოლიტიკის საკითხებთან დაკავშირებული ეს პროპაგანდისტული ნარატივი საზოგადოებას აიძულებს მუდმივად თვალი ეჭიროს უკრაინის მაგალითზე და ნებისმიერი მცდელობისას, როდესაც საზოგადოება გამოთქვამს აზრს, შეხედულებას თუ პრეტენზიას იმისა, რომ საქართველოს ესა ევროკავშირთან, ევროპარლამენტთან, ნატოსთან დაახლოებული და დაკავშირებული სახელმწიფო, პასუხად ყოველთვის მოისმინოს ის, რომ აქ საქართველოში განმეორდება უკრაინიზაცია და ქვეყანა გადაიქცევა ომის პოლიგონად. შესაბამისად, გეოპოლიტიკის საკითხთან დაკავშირებული პროპაგანდას მიზნად ისახავს იმას, რომ საზოგადოებაში დათესოს შიში და ამ შიშის საფუძველზე დაადუმოს და გააჩუმოს ინდივიდი, რომელსაც კრიტიკული აზრი და ხედვა გააჩნია, თუნდაც იგივე უკრაინის, თუნდაც იგივე რუსული ავტორიტარიზმის საკითხებთან დაკავშირებით. ქართული ოცნების პოლიტიკა და უშუალოდ გეოპოლიტიკის საკითხებით აპელირება არის მიზანმიმართული მცდელობა იმისა, რომ დასავლეთის დემონიზაცია და მისი მტრისხატად გაფორმება მოხდეს. თუკი LGBT საკითხთან დაკავშირებული პროპაგანდა ეფუძნება სიძულვეს, ზისხსა და ჰომოფობიური განწყობების წახალისებას, გეოპოლიტიკაზე აპელირების საფუძველი ეს არის შიშის მიზანმიმართული დათესვა, რომლის საბოლოო მიზანია ჩაკლას და ჩაახშოს სამოქალაქო საზოგადოების ადეკვატური, რელევანტური და სრულიად სამართლიანი ხმა და მშვიდობის შენარჩუნების მოტივით შეეგუოს საზოგადოება იმას, რის ნორმალიზებასაც დღეს ქართული ოცნება ცდილობს. ეს შეიძლება იყოს უიარაღო დემონსტრანტებისადმი ფიზიკური ანგარიშსწორება,
რადიკალური ფორმებით გამოვლენილი ძალადობა, ღირსების შემლახველი მოპყრობა, ადამიანების წამება და ასე შემდეგ. ჩვენ სწორედ ამ კონტექსტებში გვესმის ფრაზა აბა ომი გინდათ, რაც თავისთავად ცხადია სწორედ იმ გეოპოლიტიკურ პროპაგანდისტულ ნარატივს უკავშირდება, რომელზეც ზემოთ ვისაუბრეთ. თავისთავად გეოპოლიტიკის საკითხები აღრესად მნიშვნელოვანია. თუმცა ის, რასაც ქართული ოცნების მაღალჩინოსნები და ასევე საზოგადოების კონსერვატიულად განწყობილი ფენები წარმოაჩენენ, არის შემდეგი. საქართველოს სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებული პატარა ქვეყანა, რომელსაც ჩრდილოეთიდან რუსეთი, სამხრეთ-დასავლეთიდან თურქეთი, ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთიდან ირანი ესაზღვრებიან. გარდა ამისა, რეგიონი მუდმივი კონფლიქტების ცხელი კერა და ერთგვარი ეპიცენტრია. აქედან გამომდინარე, საქართველოს გეოპოლიტიკა თავისთავად იმგვარია, რომ ქვეყანა ორიენტირებული უნდა იყოს არა დასავლეთში ინტეგრაციასა და გაწევრიანებაზე, არამედ იმაზე, რომ სამეზობლოში არსებული სიტუაციები დაალაგოს და ორიენტირებული იყოს მშვიდობიანი რეგიონალური პოლიტიკის წარმოებაზე. მაგალითად, ერთ-ერთი შესაძლო ალტერნატივა, რომელსაც საქართველოში კონსერვატიულად განწყობილი სოციალური ფენები და პარტიის წარმომადგენლები გვთავაზობენ, ეს არის 3+3 ფორმატში გაწევრიანება და მონაწილეობის მიღება, რაც გულისხმობს იმას, რომ საქართველო აზერბაიჯანთან, სომხეთთან, ირანთან, თურქეთთან და რუსეთთან ერთად ასე ვთქვათ, დაჯდება მრგვალ მაგიდასთან და ისაუბრებს იმ საკითხთან დაკავშირებით, როგორ არის შესაძლებელი კავკასიის რეგიონში ჯანსაღი სამეზობლო ურთიერთობების დალაგება და ჯანსაღი პოლიტიკის წარმოება. თავისთავად ცხადია 3+3 ფორმატი გულისხმობს დასავლეთისაგან იზოლირებას და ევროპული სივრცისაგან მოწყვეტას. მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების ფონზე გეოპოლიტიკის ექსპერტები მიგვითითებენ იმაზე, რომ საქართველოს ნებისმიერი მცდელობა მისი დასავლეთთან და ევროპასთან დაახლოებისა იქნება მიზეზი და წინაპირობა ომისა და კონფლიქტის გამოწვევისა და გაჩაღებისა თავად საქართველოში. ამის ასახსნელად და მთავარ არგუმენტად კი ცხადია უკრაინის მაგალითი მოხდა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესოა არის ის, რომ ზემოთ უკვე ნახსენები ექსპერტები მიგვანიშნებენ იმაზე, რომ იმ შემთხვევაში თუ კი მაგალითად რუსეთი საქართველოში შემოიჭრება და მოინდომებს ქვეყნის ნეიტრალიზებას და დაპყრობას, ბრიუსელსა და სტრასბურგში არავინ არ იფიქრებს იმაზე, როგორ დაიხსნას საქართველოს ომისგან, ან როგორ გადაარჩინოს ომში ჩათრეული ქართველი მოსახლეობა. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღევანდელი მოცემულობით ქართულ ოცნებას ორი მთავარი პროპაგანდისტული ნარატივი ასაზრდოებს, რომელთაგან ერთი დაკავშირებულია LGBT თემთან და სექსუალურ უმცირესობასთან, ხოლო მეორეა გეოპოლიტიკური საკითხები და საქართველოს უკრაინიზაციის საფუძველზე შექმნილი და დათესილი შიში, რომლითაც ქართული ოცნება საკუთარ ამომრჩევლებს კვებავს. LGBT პროპაგანდის აკრძალვით და სექსუალური უმცირესობების შევიწროებით ქართული ოცნება ცდილობს თავი გაიმართლოს ეროვნული და ნაციონალური ინტერესების დაცვითა და წინაპლანზე წამოწევით. გეოპოლიტიკურ გამოწვევებთან დაკავშირებით კი ოცნების ჩინოვნიკები მუდმივად შენიშნავენ, რომ მათი მიზანია მშვიდობა და მოსალოდნელი კონფლიქტისა თუ მოსალოდნელი ომის წინასწარ პრევენცია. ქართული ოცნება სწორედ აღნიშნული მეთოდებით და აღნიშნული პროპაგანდისტული კორპუსით ცდილობს შექმნას მტრის ხატი დასავლეთის სახით და ერთგვარად ევროპის დემონიზაცია მოახდინოს. LGBT თემისადმი სიძულვილის ენის მიზანმიმართულად გავრცელებით, ძალადობის წახალისებითა და ჰომოფობიური რიტორიკით, რასაც დღეს უკვე საკანონმდებლო ნორმების დაერთო, გარდა ამისა საქართველოს გეოპოლიტიკით მანიპულირებითა და საზოგადოების მუდმივი დაშინებით, რომ ეს ქვეყანა ომის პოლიგონად გადაიქცევა, სადაც ქართველი ახალგაზრდები დაიღუპებიან, ხოლო ერი შესაძლოა საერთოდ განადგურდეს, ევროპის დემონიზაციის შეუქცევადი პროცესი მიმდინარეობს. თუმცა ერთთვიანი უწყვეტი აქციები და საზოგადოებრივი ნება, რომელიც ცალსახად და მკაფიოდ გამოხატავს დასავლეთთან ინტეგრაციისა და გაერთიანების მისწრაფებასა და სურვილს. მკაფიოდ მიუთითებს იმაზე, რომ ოცნების პროპაგანდისტული მანქანა ძალიან მძლავრი, თუმცა არასაკმარისად ეფექტური აღმოჩნდა იმისთვის, რომ კრიტიკული აზრი და ოპოზიციური განწყობები სრულად ჩაეხშა და ჩაეკლა საზოგადოებაში. პირიქით, თუ კი მიმდინარე სოციალური და პოლიტიკური პროტესტების, აქციებისა და გამოსვლების ფონზე რაიმე მკაფიოდ იკვეთება, ეს არის ზუსტად ის, რომ ქართულ ხალხში არის ძლიერი ერთიანი სახალხო ნება, რომ საქართველოს საგარეო ვექტორი იყოს მიმართული ევროპისა და დასავლეთისაკენ. რაც თავის თავში გულისხმობს იმას, რომ ქვეყანას ჰქონდეს მყარი და სანდო ინსტიტუციები, დაცული იყოს დემოკრატიული ღირებულებები, ადამიანის ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლებები, გარანტირებული იყოს კეთილდღეობის სახელმწიფოს შენება, რაც უზრუნველყოფს მოსახლეობის სრული უმრავლესობისთვის სოციალურ სიკეთეებზე ხელმისაწვდომობას და ღირსეულ ცხოვრებას.
ეს იმღირებულებათა მცირე ჩამონათვალია, რის გამოც რეალურად და სინამდვილეში გვინდა დავისწრაფვით ევროპისა და დასავლეთისაკენ. გაგვიზიარეთ თქვენი აზრი, თქვენ როგორ ფიქრობთ, რამდენად ეფექტური ან რამდენად არაეფექტურია ქართული ოცნების პროპაგანდა, მუშაობს თუ არა იგი და როგორ წარმოგიდგენიათ მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების განვითარება. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, დაგვიწერეთ კომენტარებში, ხოლო მეტი საინტერესო ვიდეოსთვის გამოიწერეთ არხი და მოიწონეთ ეს ვიდეო.